30 წელიწადში მაგალითად საბჭოთა კავშირი აი ხო შეიქმნა 1921 წელს 51 წელს მეორე მსოფლიო ომი მოგებული ქონდა ინდუსტრიალიზაცია განხორციელებული ქონდა ატომური ბომბი იყო შექმნილი ანუ 30 წელს ეხუმრები მე ჩვენ 30 წელში კითხვარი არ მივიღე და ჩვენ 30 წელიწადში რაღაც ვიყავით მაპზე უკეთესით ხო ვიყავით 5.400.000 ეხლა ვართ 3 მილიონი 20% დაპარტარავდა ჩვენი ქვეყანა რაღაც ქონდა საშუალო სტატისტიკური საქართველოს მოქალაქე 30 წლის წინ 3-ჯერ უფრო მდიდარი იყო ერთ სულ მოსახლეზე მშპ დღეს არის 3-ჯერ უფრო ღარიბი და ესა რეალობა აი ხელშესახებია აი რომ ხო გვეუბნებიან რაღაც შედეგი აი ეგაა შედეგი და ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე რომ მაცი ვარ სახში აღებს ან სახში მოდის და რაღაც მშიერი შვილი ყავს ან შეიძლება მშიერი არ ყავდეს მაგრამ უფრო მეტი უნდა მისცეს თავის შვილს ან რაღაცა ათესავს ვიდრე უბრალოდ არსებობაა და საჭმლის ჭამა ამაზე რომ პრეტენზიები გვიჩნდება არა ეგეთი პრეტენზიები არ უნდა კონდეს ეგ საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და ეს მხოლოდ რუსეთს აწყობს ჩვენ როდესაც გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვა 30 წლის განმავლობაში სრული რეგრესი რატო გვაქვს ყველა დარში რატო ვართ უკან ამაზე არ შეიძლება ამაზე საუბარი ეს პუტინსა ეგ საერთოდ შენ რუსეთ კრემლის აგენტი ხარ აგერ კითხვარი გვაქვს კაცო აგერ ჩვენ შეიძლება ევროკავშირის როგორ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეიძლება მივიღოთ 30 წლის თავზე ნუ ეგ სასაცილოა საერთოდ 30 წელი ჩემი აზრით საკმარისია იმისთვის ნუ რავი საუკუნის 1/13 ხო 30 წელიწადში სამყაროში რა მოხდა სხვა ქვეყნების სხვა რეგიონების მაგალითზე რო შევადაროთ აი უბრალოდ აი ყველანაირ რეგრესს განვიცდით არ არსებობს დარგი სადაც ჩვენ უკან არ ან 30 წლის წინ ყველა დარში უფრო კარგად ვიყავით ვიდრე დღეს ეკონომიკურად სამხედრო დემოგრაფიულად განათლების კუთხით მეცნიერული თვალსაზრისით ინოვაციი ყველაფრით რავი შენობების 95% აშენებულია ნუ 30 წლამდე და მანამდე ანუ არაფერი რეგრესიის და კრიზისის და რაღაც ერთი ადგილის ტკეპნის გარდა არაფერი არ გაგვიკეთებია აი ამ პოლიტიკური მართლობის პერიოდში